Გამოვიყენეთ გადანაცვლებადობის კანონი და ჩაწერეთ 2-ჯერ 34 განსხვავებული სახით. Გამოვარტივეთ ორივე გამოსახულება, რათა აჩვენოთ, რომ მათი მნიშვნელობები ერთი და იგივეა. ესე იგი, თავიდან მოცემული გვაქვს 2 გამრავლებული 34-ზე და გვეუბნებიან, რომ ეს უნდა ჩავწეროთ ახლა განსხვავებული სახით, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ გადანაცვლებადობის კანონი. გადანაცვლებადობის კანონი მე იმას მეუბნება, რომ ნამრავლში მნიშვნელობა არ აქვს მამრავლების თანმიმდევრობას. ამიტომ 2 და 34, რომელიც ორივე მამრავლია, რა თანმიმდევრობით ეწერება ამ ნამრავლში, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ეს არის გადანაცვლებადობის კანონი. ამიტომ მე შემიძლია დავწერო, რომ ეს არის იგივე რაც 34 გამრავლებული 2-ზე. ახლა მოდი ავდგეთ და ორივე შემთხვევა გამოვთვალოთ და ვნახოთ, რომ მართლაც ტოლია. ესე იგი, მოდი ქვეშ მიწერით დავთვალოთ 2 გამრავლებული 34-ზე. მართალია ესე ძალიან იშვიათად წერენ, როგორც წესი ზემოთ უფრო დიდ რიცხვს წერენ ხოლმე, მაგრამ არ აქვს მაგას. უბრალოდ მეტ ციფრიან რიცხვს, მაგრამ არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ესე იგი, დავთვალოთ 4-ჯერ 2 არის 8 და 3-ჯერ 2 არის 6, ხო? მაგრამ ეხლა რა უნდა ვქნათ აქ? პირდაპირ ხომ არ გამომრავლებ ასე. სინამდვილეში მე ერთეულები გამომრავლე ერთმანეთზე. და ეხლა უკვე 3-იანზე რომ გადავდივარ, 3-ჯერ 2 უნდა დავწერო აქ, იმიტომ რომ წამით. იმიტომ რომ სინამდვილეში 3-ს კი არ ვამრავლებ, ეს არის 30, ხო? 3 ათეული, ამიტომ 60 იქნება ეს. და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ეს ჯამი არის 68. ესე იგი 34 გამრავლებული 2-ზე არის, კერძო 2 გამრავლებული 34-ზე, უფრო სწორედ რომ მეთქვა, არის 68. ახლა მოდი ავდგეთ და პირიქით გავამრავლოთ 34 2-ზე. ესე იგი 34-ს ვამრავლებ 2-ზე, 4-ჯერ 2 არის 8 და 3-ჯერ 2 არის 6, რომელიც დაიწერება ათეულების ადგილას, იმიტომ რომ 3-იანიც ათეულების ადგილასაა. სინამდვილეში ეს არის 30-ჯერ 2 და ამიტომ 60 გამოდის, მაგრამ რადგან 3-იანი ათეულების ადგილას წერია და ნამრავლსაც ათეულების ადგილას წერ, პრინციპში ყველაფერი კარგადაა უკვე. იმიტომ რომ 30 გამრავლებული 2-ზე გამომდის და 60 წერ. ესე იგი, 68 მივიღეთ ორივე შემთხვევაში. ანუ გამოდის, რომ 2-ჯერ 34-იც არის 68 და 34-ჯერ 2-იც არის 68.